ბრალდების მხარემ წარმოვადგინეთ მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებდნენ ბრალდებულის მიერ მისთვის ბრალდშერაცხული ქმედების ჩადენას. ჩვენ მქონდა გამომტყუნებელი განაჩენის დადგომის მოლოდინი, სასამართლომ გაიზიარა ჩვენი მტკიცებულებები და ბრალდებული ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში. საქმეში არსებული მტკიცებულებები დასტურდებოდა, რომ კომისიამ მიიღო გადაწყვეტილება ნიკა გვარამიას კომისიის ხდომაზე მიწვევასთან დაკავშირებით. აღნიშნული გადაწყვეტილება გაეგზავნა ჩაბარდა ნიკა გვარამიას მიერ აღნიშნული იქნა დადასტურებული საქმეში არსებული მტკიცებულებებით, თუმცა მან ყოველგვარი რაიმე ობიექტური მიზეზის გარეშე უარი განაცხადა კომისიის გამოცხადებას. ვინაიდან სისხლისამართლის კოდექსი ითვალისწინებს პასუხისმგებლობას კომისიის კანონიერი მოთხოვნის შეუსრულებლობისთვის, აღნიშნული მოთხოვნა იყო კანონიერი, შესაბამისად დაიწყო მის მიმართ სისხლისამართლებრივი დევნილება. განსხვავებული მოლოდინი არ მქონია, იმიტომ რომ წინა პრაქტიკებმა აჩვენა ანალოგიურ საქმეებზე ყველგან გამომტყუნებელი განაჩენი იქნა გამოტანილი, ჩემი აზრით სრულიად უკანონოდ და უსამართლოდ, თუმცა სამწუხაროდ ასეთია დღევანდელი ჩვენი მართლმსაჯულება. ეს განაჩენები აქ არ იწერება, ამ შენობაში არ იწერება და ზუსტად ვიცით სად იწერება და რატომ იწერება, რა მიზანს ემსახურება. 8 თვე მიუსაჯა ნიკა გვარამიას მოსამართლე ჯვებენაჭყებია. ჩემი რეპლიკა ემსახურებოდა ერთადერთ რამეს, ზუსტად ანალოგიურ საქმეზე 2 კვირის წინ მან გამოიტანა გადაწყვეტილება და 7 თვით განსაზღვრა სასჯელი. ეს 1 თვე რითი განასხვავა ნიკა გვარამია, რატომ გადაწყვიტა რომ მისთვის 8 თვე გამოეტანა. წესით მას უნდა დაესაბუთებინა ეს გადაწყვეტილება, თუმცა გვითხრა რომ განაჩენში დაწერდა ამ ყველაფერს. გვექნება განაჩენი 2 კვირაში და გავიგებთ რითი დაასაბუთა, როგორც გამამტყუნებელი განაჩენი, ასევე კონკრეტული სასჯელის ზომა. ეს არის უსამართლო და არაკანონიერი განაჩენი, უფრო მეტსაც ვიტყვი, მოსამართლემ ჩაიდინა დანაშაული თავის მხრივ ამ განაჩენის გამოტანით, იმიტომ რომ რეალურად ადამიანს პატიმრობას უსჯიან ისეთ ქმედებაზე, რომელიც ადმინისტრაციულ სამართალდარღვევად არის მიჩნეული საქართველოს კანონმდებლობით, პატიმრობას უსჯიან ისეთ შემთხვევაზე, როდესაც არ არსებობს კომისიის გადაწყვეტილება, გულისხმობ კენჭისყრაზე დაყენებას და მერე ამის შედეგად საკითხის გადაწყვეტას, რომ დაბარებულიყო ნიკა გვარამია, თუმცა ბუნებრივია, ჯვებენაჭყებიას ეს არ აინტერესებდა, იმიტომ რომ ამ კომისიის ძირითადი მიზანი გარდა პროპაგანდისტული სამუშაოებისა იყო ზუსტად ის, რომ გაენეიტრალებინათ ხელისუფლების, ანუ რეჟიმის პოლიტიკური ოპონენტები.